მე მინდა რომ ეს შენ გაგიზია და მე მაქვს ამისი ჟინი, ძალა და ამისი ცოდნა. რა არის რეჟისორობა? რომ შენ თავში დაიტოვო 5 წლის ბავშვი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ყველაფერი, რაც არის მის გარშემო. დააკვირდეს ამ ყველაფერს, მე ამაზე აწყობს თავის ფანტაზიები. ეს თვით გამოხატვა? რეზო გიგინეიშვილი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ადამიანი, რომლისთვისაც თითოეული გადაღებული სურათი პირადი თერაპიაა. ემოციებისა და მდგომარეობის გამოსახატად. ორი სამყაროს შეცნობის შემდეგ ხელოვანი, რომელიც ადგას ახალი შთაგონების გზას. არის რაღაცა კრიზისი, რომელიც დგება შენ ცხოვრებაში. სულ გახსენდება ეს კადრები და თავში ამონტაჟებ. ეკრანზე უკვე ხედავ შენ შიშებს, კომპლექსებს, სიყვარულს, სევდას. ეს პროცესი არ ჩერდება. ფილმის გადაღება არის ერთგვარი თერაპია. ცოცხლობ, როცა მე დაკავებული ვარ გადასაღებ მოედანზე. შეხედო, აი ერთი თვალით, ერთი ემოციით, ერთი კადრით თუ გაარტყი სინამდვილეში და ეს სინამდვილე დაიბადა, დაბადება ამ სინამდვილეში ეკრანზე, აი ძალიან გავსებს შენ. სად გრძნობ რომ წერტილი დასასმენია და მორჩა. ფორმა გეუნება შენ რომ მორჩა. მე ესე მგონია რომ დიდი იდეიდან არ იწყება ფილმი. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homeri.